საქმე გვაქვს ჩვეულებრივ სადისტებთან. ეხლა სადიზმია, როდესაც ადამიანი ასეთ რამეს აკეთებს, ხო? რა აქვს მას მორალთან, კანონთან საერთო არავითარი. და ეს არის ნათელი მაგალითი, რომ დღეს არსებობს თვითმარქვია ბრუტალური რეჟიმი, რომელიც დგას მხოლოდ სადიზმზე, ესეთ უკანონობებზე, ადამიანების ფეხქვეშ გაგდებაზე, ხო, ცემაზე. ხო და ამიტომაც არის რომ ესენი სანქცირდებიან, ამიტომაც არის რომ ხალხს აქვს პროტესტი და ამიტომაც არის რომ ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიული საქართველოსთვის. რატოა ეს ხალხი აქ? მოდი აი კითხვა დავსვათ, რას ითხოვს ხალხი? ხალხი ითხოვს ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას, ხო? ხალხი ითხოვს იმას, რომ სასამართლო იყოს, კანონის წინაშე ყველა თანაშრომი იყოს, რომ პოლიცია სადიზმით არ იყოს დაკავებული, რომ იცავდეს ხალხის უფლებებს, რომ არ არსებობდეს რომელიმე ადამიანი, რომელსაც რომ მოუნდება მიიტაცეს უბრალოდ ძალაუფლებას, რომ კანონებს არ ჭრიდნენ და კერავდნენ ისე როგორც თვითონ უნდათ, ხო? ჩვენ გვინდა ნორმალურ გარემოში ცხოვრება და ამიტომაც არის ამხელა პროტესტი და მე დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველას, ვის დღეს მოვიდა, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, ძალიან ქაოტურად, აბნეულად მუშაობდა ეს ძალოვანი უწყებები, მოძალადეები, რომლებმაც დააკავეს არაერთი ადამიანი, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები და რატო? იმიტომ რომ გონიათ რომ ამით რაღაცას მიაღწევენ, თუმცა გუშინდელი ძალადობის პასუხი იყო ეს ბევრი ხალხი, რომელიც დღეს აქ მოვიდა. და თავარი ის არის რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და ძალიან დიდი სიახლე გვაქვს ეხლა ჩვენ ხო საერთაშორისო ასპარეზზე ევროსაბჭოს გადაწყვეტილების სახით, რომელმაც ფაქტობრივად თქვა რომ ფაქტობრივად არა, დაადასტურა რომ არჩევნები არის გასაუქმებელი და ახალი არჩევნები არის დასანიშნი. ყველა პოლიტპატიმარი არის გასათავისუფლებელი. განსაკუთრებით ყველა ვღელავთ, რა თქმა უნდა, მზიამაღლობელი ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ უკვე რამდენი დღეა შიმშილობს ეს ადამიანი და ხედავთ აი რაღაცა არაადამიანურ დამოკიდებულებას კობახიძის მხრიდან, ყველას მხრიდან, ხო? მათ შორის მისი კოლეგა ჟურნალისტების მხრიდან, ჩემი აზრით, ტელეკომპანია იმედის და სხვა ამ რეჟიმის მსახური ტელეკომპანიების ჟურნალისტებს, ხო, უნდა გქონდეთ აუცილებლად სოლიდარობა და როცა არ გააჩნიათ ეს სოლიდარობა, ეს არის ძალიან ცუდი რა და ამაზე აუცილებლად ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ასე რომ წინ გამარჯვებისკენ და ერთად გომით.